ტრამპმა ულისეს როსალეს დელ ტოროს ოჯახი ვაშინგტონსა და ჰავანას შორის დაპირისპირების ცების ცენტრში მოაქცია და ამ ოთხშაბათს 2026 წლის 27 მაისს. საქმე უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კუბის დიქტატურის ისტორიული გენერლის ერთ-ერთი ქალიშვილი უკვე აისის პატიმრობაშია, ფლორიდის სამხრეთში. მეორე ქალიშვილი კი გამოკვეთილია იმ ეკონომიკურ სტრუქტურასთან კავშირში, რომელიც რეჟიმის პრივილეგიებს სიმბოლურად გამოხატავს. ლინა როსალეს აგირე ურეტა, კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალური შტაბის უფროსის ქალიშვილი, ამერიკელმა მიგრაციის უცხების წარმომადგენლებმა დააკავეს. მაიამიში ცხოვრების შემდეგ, საკუთარი სტატუსის ლეგალიზაციის მცდელობისას, პერლა როსალეს აგირე ურეტა, იგივე გენერლის კიდევ ერთი ქალიშვილი, დაკავშირებულია აბაგუანექსის ბიზნეს წრესთან და ჰავანის ვალუტურ ეკონომიკასთან. სწორედ აქ ეხება ტრამპის ზეწოლა დიქტატურის სენსიტიურ წერტილს. ხელისუფლების შვილებს კუნძულს გარეთ კომფორტი სურთ, მაშინ როცა კუბელ ხალხს რეპრესიები, ელექტროენერგიის გათიშვა და ციხე ხვდება. რა იცვლება, როცა მაიამის ამალავი აღარ არის? რატომ გახდა რეჟიმის ელიტა ახლა აშკარად ხილული? როგორ გაარღვია ტრამპმა ეს ალტა? ახვავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი სიტყვების გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ალინა როსალეს აგირე ურეტას დაკავება სამხრეთ ფლორიდაში ახალი ამბავი გახდა. იმიტომ რომ ის უბრალოდ კუბელი იმიგრანტი არ არის, რომელიც მიგრაციის პროცესშია. ის ულისეს როსალეს დელ ტოროს ქალიშვილია, რომელიც რეზერვში მყოფი დივიზიის გენერალია, კასტროს ისტორიულ ბირთვთან დაახლოებული ფიგურაა და რეჟიმის ცენტრალურ თანამდებობებზე მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლინა შეერთებული შტატების მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურმა, ანუ აისმ დააკავა. და ეხლა მას გირაოს საკითხზე მოსმენა ექნება მოსამართლის წინაშე. ხელისუფლებამ საჯაროდ არ გაამჟღავნა, თუ სად იმყოფება ის დაკავებაში. დეტალი, რომელიც ამ საქმეს უფრო სკანდალურს ხდის, არის გზა, რომლითაც ალინა შეერთებულ შტატებში შევიდა. დიარიო დას ამერიკასის მიხედვით, ის 2023 წელს ჰავანაში გაცემული ტურისტული ვიზით ჩავიდა და მაიამიში ცხოვრობდა, სანამ ცდილობდა თავისი მიგრაციული სტატუსის დარეგულირებას. იგივე წყარო მიუთითებს, რომ მისი მამა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა კუბის სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურაში. მათ შორის იყო რევოლუციური შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, შაქრის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტობა. საქმის პოლიტიკური ლოგიკა მარტივია. დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო ახლა კუბის ელიტის პრივილეგიებს უმიზნებენ, რომელიც ჰავანაში თავს რევოლუციურ ძალად წარმოაჩენს. მაგრამ ისინი ეძებენ დაცვას, ფულს და კომფორტულ ცხოვრებას. შეერთებულ შტატებში რეჟიმი ხალხისგან სხვერპს ითხოვს, მაგრამ მათი საკუთარი ოჯახის წევრები სტაბილურობას ამერიკის ტერიტორიაზე ეძებენ. ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც ეხლა ფეთქდება. დიქტატურის გენერლის ქალიშვილი საიმიგრაციო დაკავებაში ჩნდება. სწორედ იმ დროს, როცა ვაშინგტონი ამკაცრებს კონტროლს ჰავანასთან დაკავშირებულ გავლენის ქსელებზე. პერლა როსალეს აგირე ურეტა ამავე თამაში სხვა გზით ერთვება. ის დაკავებულად არ მოიხსენიება, ეს უნდა იყოს ნათელი, მაგრამ მისი სახელი რეჟიმის ეკონომიკურ წრესთან არის დაკავშირებული. დიარიო დე კუბამ დააფიქსირა, რომ პერლა 2004 წლიდან 2017 წლამდე ჩართული იყო ბიზნესსა და ქონების ქსელში, რომელიც ჰავანის ძველი ნაწილის ტურისტულ წრეს უკავშირდება და პირდაპირ ცდომა აქვს ეკონომიკაზე. ვალუტაში მარტინ ოტისიასმაც პერლა აღწერა როგორც თანამშრომელი, რომელსაც აქვს ცდომა ქონებისა და ტურიზმის სექტორზე, იმ დროს, როცა ის საჯაროდ იცავს სისტემას. სწორედ აქედან იწყებენ ორივე ქალიშვილი რეჟიმისთვის ერთი და იმავე პრობლემის წარმოდგენას. ლინა სიმბოლურად წარმოადგენს ელიტას, რომელიც ცდილობს ამერიკულ ცხოვრებას მოერგოს, მას შემდეგ რაც კუბის გავლენიანი ოჯახიდან მოვიდა. პერლა სიმბოლურად წარმოადგენს ელიტას, რომელიც კვლავაც დაკავშირებულია ფულთან, რომელსაც კუნძულზე სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურა აკონტროლებს. ერთი პირდაპირ ამერიკული საიმიგრაციო სამსაკრაციო სამსახურის ცდომაშია, მეორე კი საჯარო დებატებშია გამოფენილი, როგორც იმ პრივილეგიების მექანიზმის ნაწილი, რომელიც რეჟიმს აკრაკრავს. ტრამპს ორივეს დაჭერა არ სჭირდება. ორივეს ბარიერის დასანგრევად საკმარისია სინათლის მოფენა იმაზე, რაც ადრე გვარის სიჩუმისა და დისტანციის წყალობით იყო დაცული. გენერალი ულისეს როსალეს დელ ტორო ამ ისტორიაში უმნიშვნელო ფიგურა არ არის. მას ჟურნალისტური მასალები და კუბური დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები წარმოაჩენენ, როგორც ძალაუფლების მტკიცეწრის წევრს, რომელიც 10 წლეულებია კუბის სამხედრო და ადმინისტრაციულ სტრუქტურას უკავშირდება. მისი ოჯახი წარმოდგენილია როგორც მაგალითი იმ უფსკრულისა, რაც არსებობს ელიტის ცხოვრებასა და ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებას შორის.
იმ დროს, როცა კუბელები ებრძვიან საკვების დეფიციტს, ელექტროენერგიის დეფიციტს და პროტესტის შიშს, ხელმძღვანელების ნათესავები თავისუფლად გადაადგილდებიან მაიამისა და კუბას, კანკუნს, ჰავანასა და ევროპას შორის. აქვთ ბიზნესი, უძრავი ქონება და წვდომა ექსკლუზიურ ადგილებზე. ზეწოლა ამ ოჯახზე ასევე იგრძნობა იმავე გარემოში, სადაც ამერიკის ხელისუფლება იძიებს დავით რამირეს ალვარესს, კუბის საელჩოს მდივნის თქმით ვაშინგტონში. Fox News-მა 2026 წლის 26 მაისს გავრცელა ინფორმაცია, რომ ფედერალური ხელისუფლება იძიებს მონაწილეობენ თუ არა ჯგუფები შეერთებულ შტატებში კუბის რეჟიმის მხარდამჭერ უცხოურ გავლენის კამპანიაში. დიპლომატი ვიდეოში ჩანს, სადაც ასახელებს საკანონმდებლო წინადადებებს, რომელთა ნახვაც ჰავანას სურდა, რომლებსაც ამერიკელი აქტივისტები და ორგანიზაციები უჯერგანიზაციარს. ეს გამოძიება უფრო ფართო ფრონტს ხსნის. საქმე მხოლოდ ცალკეულ საიმიგრაციო დაპატიმრებაში არ არის. რაც ჩანს, ეს არის მრავალფენიანი შეტევა. ICE მოქმედებს რეჟიმის წარმომადგენლების ოჯახის წევრებზე, რომლებიც აშშ-ში სრულად ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ. იუსტიციის დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი. Fox News-ის მიხედვით იკვლევენ გავლენის ქსელს, რომელიც დაკავშირებულია კუბის მხარდამჭერ ჯგუფებთან ამერიკის ტერიტორიაზე. და ამ კომბინაციის ცენტრში ჩნდება იგივე ელემენტები: კუბური დიპლომატია, რეჟიმის მხარდამჭერი აქტივიზმი, სანქციების წინააღმდეგ ლობირება და კასტროს ელიტის ოჯახები, რომლებიც ცდილობენ კუბის გარეთ დაცვას. ალინას საქმე მნიშვნელოვანია, რადგან კუბელთა ადაპტაციის კანონი ყოველთვის განიხილებოდა როგორც დაცვის კარი იმ კუბელებისთვის, რომლებიც დიქტატურას გაურბიან. აღშფოთება მაშინ ჩდება, როცა გენერლებისა და ხელმძღვანელების ნათესავები ცდილობენ იგივე ლოგიკის გამოყენებას, მაშინ როცა მათი ოჯახები იმ მანქანის ნაწილი იყვნენ, რომელმაც ამდენი კუბელი გადაასახლა. კონსერვატიული ბანაკისთვის ეს ყველაზე ძლიერი შემოbrunებაა. ვინც რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმარა, არ შეუძლია შეერთებულ შტატებს პოლიტიკური სასტუმროსავით მოექცეს. როცა ზეწოლა იზრდება, პერლას მხილება ამ ზიანს კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან დებატს ფერაციის სფეროდან ფულის თემაზე გადაიტანს. ვაგონექსი და ჰავანის ძველი ნაწილის ტურისტული მარშრუტი ასოცირდება სავალუტო სექტორის გაფართოებასთან, მემკვიდრეობასთან, სასტუმროებთან, მომსახურებასთან და პრივილეგირებულ წვდომასთან. როცა გენერლის ქალიშვილი ესეთ გარემოში ჩნდება, ნარატივი აღარ არის მხოლოდ ვიზაზე, ბინადრობაზე ან გირაოს განხილვაზე. არამედ ხდება საუბარი იმ ოჯახის ძალაუფლების მემკვიდრეობაზე, რომელმაც სტრუქტურისგან სარგებელი მიიღო. რომელზეც კუბის ხალხს წვდომა არ აქვს. მაიამიში პოლიტიკური გავლენაც ძლიერია. კუბელი ემიგრანტების საზოგადოება წლებია ადევნებს თვალს ბრალდებებს იმაზე, რომ ხელმძღვანელების შვილები ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში, ხსნიან ბიზნესებს, ცდილობენ ლეგალიზაციას და სარგებლობენ ამერიკული თავისუფლებით. იმ დროს, როცა რეჟიმი ოპოზიციონერებს კუნძულზე აპატიმრებს, მედიაში ვრცელდება ცნობები ახალგაზრდებზე, რომლებიც დააკავეს პროტესტის გამო, მოზარდებზე, რომლებიც გადაიყვანეს სასჯელ ახსულების დაწესებულებებში და ოჯახებზე, რომლებსაც არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია შვილების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ეს კონტრასტი აძლიერებს იმ ადამიანების რეაქციას, ვინც ალინა კასტროს დაკავებას უფრო სერიოზული პასუხისგების დასაწყისად მიიჩნევს. კავშირი მარკო რუბიოსთან ამძიმებს ამ ამბავს. რუბიო წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციაში მკაცრ ხაზს კუბის რეჟიმის წინააღმდეგ. მისი რიტორიკა არის შემწყნარებლობის დასრულებისაბისა და დიქტატურის წარმომადგენლებზე პირდაპირი ზეწოლის შესახებ. პოლიტიკური გზავნილი ისაა, რომ შეერთებულ შტატებს ჰავანას წინააღმდეგ მხოლოდ განცხადებები კი არა, არამედ მათ წინააღმდეგ ზომებიც სურს, ვინც ამერიკის ტერიტორიას იყენებს. რომ თავი აარიდონ შედეგებს, მოაწყონ პოლიტიკური გავლენა, ან ისარგებლონ იმ სარგებლებით, რომელსაც თავად დიქტატურა უარყოფს კუბის ხალხისთვის. დავით რამირეს ალვარესზე გამოძიება ამძაფრებს ამ ალყის ატმოსფეროს. Fox News-ის მიხედვით საქმე ეხება 145 ორგანიზაციის ქსელს, რომელთა საერთოწლიური შემოსავალი დაახლოებით $1 მილიარდ შეადგენს. ისინი განაწილებულნი არიან პროფკავშირებში, უნივერსიტეტების ჯგუფებში, სოციალისტურ ორგანიზაციებში, ომის საწინააღმდეგო კოალიციებში, რელიგიურ ჯგუფებსა და სამართლებრივი დაცვის ორგანიზაციებში. თავარი ბრალდება ისაა, რომ ამ ქსელის ნაწილი ჰავანის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება შეერთებულ შტატებში. ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ერთდროულად ორ ფრონტს უყურებს. პირველი ფრონტი ოჯახური და მიგრაციულია, სადაც ლინა ICE-მ დააკავა, ხოლო პერლა რეჟიმის ეკონომიკასთან კავშირის გამო ექვემდებარება რისკს. მეორე ფრონტი პოლიტიკური და დიპლომატიურია, სადაც კუბის საელჩოს თანამშრომელი გამოძიების ქვეშაა სავარაუდო გავლენის კოორდინაციის გამო. ტრამპისთვის ეს საშუალებას აძლევს საქმე წარმოაჩინოს, როგორც შეტევა კუბის დიქტატურის გარედაცვაზე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია.
დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. Milson Alves,